3 2 1 100 წინაში ეს არის რაც არის ვოპ რა თქმა უნდა რა ვიცი არ დავცინი ვარ და არ ვაბულინგებ. რა თქმა უნდა, არა, არა ვაბულინგებთ, უბრალოდ ხუმრობთ. და ზოგადად საერთოდ ჩვენი ჰუმორის, არ ვიცი, ჰუმორი მგონი არც გვაქვს, ხო? სიგიჟე გვაქვს ჩვენი ხო, რაღაც ჩვენი ჰუმორი არის, რაღაცა სიგიჟეები უბრალოდ და არასერიოზული. რაღაცეები. დიახ. ყოველ ჩვენც მოგვენატრეთ, ვიცი რომ ძალიან მოგენატრეთ და კი ძალიან ბევრი ხანი აღარ გადაგვიღია, ეს არის პოდკასტი. ერთი კვირა არ გადაგვიღია, მე მგონი. სიმართლე მცულა რო გითხრათ მეგობრებო, გარტყამაშია რა ვართ, რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, მაგრამ პირდაპირ კითხვა უნდა დავუსვა გაბრიელს, იმიტომ რომ დღეს რაღაც თემა შევესწარე და მაინტერესებს შენ აი ამ კითხვაზე რა პასუხი გაქვს. მისტერ გაბრიელ, ხო, მე ახალი სკამი მაქვს. აი ეს მყუდრობთ მივაყუდები ჩემთვის და დღეს ჩვენი მასპინძელი იქნება მისტერ გაბრიელი. გაბრიელ. აბა გისმენთ. Who are you? I am Gabriel Shubitidze. No. How are you? კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? მადლობა. შენი აზრით ბედნიერებისთვის საჭირო არის თუ არა ფული? არა. ფული განსაზღვრავს თუ არა ადამიანის ბედნიერებას? 3 2 1 არანაირ შემთხვევაში. არანაირ შემთხვევაში. თავიდან როგორ? არა, ფული არ განსაზღვრავს ადამიანის გახარებას. გახარება არა, ბედნიერება როგორ? დიახ, ბედნიერებას, სამშობლო. მარტო სამშობლო განსაზღვრავს კაცის დიახ. მარტო სამშობლო. დიახ. სამშობლო, სითფილე, ოჯახი, კეთილი ოჯახი. სითფილე არა, სითბო. სითბო. გააფუჭე ყველაფერი, всё, აღარ მინდა თავიდან ვიწყებთ ყველაფერს. კაი, ხუმრობ რა თქმა უნდა. თავისებურ სიტყვებს ამბობს და უხდება კიდევაც ამ ყველაფერს. ანუ ესე იგი, რატო იცი, კითხვა სერიოზულია და მინდა ცოტა ბავშვური ელფერი რო კონდეს, ძალიან ფილოსოფიური არ იყოს და იმიტომ ჩავთე ხა გადაობა. ნუ ამის განმარტებას იმიტომ ვაკეთებ, რომ არიან ხომ ადამიანები, ვინც რაღაცეებს მერე წერენ იქ რა, მამობას რომ ასწავლიან. მოკლედ, ესე იგი ბედნიერებას არ განსაზღვრავს ფული, შენ ამას ამბობ. არა. ბედნიერება არის ოჯახი? კი, სითბო, სამშობლო. სამშობლო. მართალია. იცი რა მაინტერესებს, როგორ ფიქრობ, ფხიზელი გონებით მცხოვრები ადამიანი, რომელიც ფხიზელია, აი არაფრის საშუალებით არ არის, არაფხიზელ მდგომარეობაში, არც სასმელით, ალკოჰოლით, ღვინით, არყით რაღაც. ეს ადამიანი უფრო ბედნიერია თუ ისეთები, ვინებიც არაფხიზელი ცხოვრებით ცხოვრობენ? ის ადამიანი, რომელიც არ სვავს, არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ იყოს. კი. იმიტომ რომ ჯამთელი. ხო, ბედნიერებას განიცდით მხოლოდ მაშინ, როდესაც ვართ ფხიზლები, ხო ასეა? რა თქმა უნდა. ხო არ ჩამოაყალიბებდი შენებურად. მაინც. რავი, როგორ თქვა? ყოველგვარ ჩამოაყალიბებს. კაი, ვიტყვი. ის ჯობია რომ ჯამრთელი იყო, წესიერი იყო, მაღალი რა. ჯამრთელი უნდა იყო, რომ ძლიერი იყო. იმას არი ჯიგარი, მაღალი და შუაშია ბედნიერებასთან. ამ მაღალი ადამიანები ბედნიერები არიან? ხო, შეიძლება თო ღმერთთან უფრო ახლოს არის. ეხლა ჩემნაირი ლილიპუტი მე ერთი ბეწო ვარ, ეს პატარა ვარ ღმერთთან. ყველა არის ღმერთთან. შორს ვარ ღმერთთან და ზეცი ურძალებთ, იმიტომ რომ დაბალი ვარ, მიწასთან უფრო ახლოს. იცი რატოა ყველა ღმერთთან ახლოს? რადგან ღმერთს ვერ ხედავ, მაგრამ შენს გვერდით ზის ყოველთვის. Wow. Thank you. მეგობრებო, სამშაბათს გქონდა თამაში. რა გუნდთან გქონდა თამაში? ვერ დავიმახსოვრე. გვერდს მე. ფან კლუბი საბურთალო. ეგრე ერქვა? კი. სამშაბათს გქონდა თამაში ასეთ გუნდთან, ვიყავით ოლიმპიურ სოფელში. დიდი ღომი 7 თუ რაღაც ასეთი რო ქვია, აგი ვიყავით და ბავშვები ახლა ვინც ამას ამ ჩვენს ვიდეოს ნახავთ, მინდა გითხრათ რომ ვიდეო რომელიც გადავიღე და არ დავდე YouTube-ზე, მხოლოდ იმიტომ არ დავდე, რომ მოგეხსენება და თვითონაც იცით, ვინც მაგ სტადიონზე ვარჯიშობთ, რომ ძალიან ბნელი იყო და ჩემმა უბრალოდ მე ვიღებ ესეთ ტელეფონით და იმდენად ბნელი იყო კადრები და ულამაზო და არაესთეტური, რომ აი იმ ვიდეოს დადება იყო კოშმარი უბრალოდ რა. არ ვფიქრობთ, რომ იმის გამო რომ 6-1 წავაგეთ
და მოგვიგეთ მაგის გამო არ დავდე 6-ით 1 წააგო FC-სანმა აღნიშნულ გუნდთან სამართლიანობა მოითხოვს თქვათ რომ ჩვენ ბიჭებს დააკლდათ სულიც გულიც მონდომებაც მუღამეთ მოგეთ ყველაფერი დააკლეს იმ დღეს არ ვიცი რა სჭირდათ რა გჭირდა ის ხო არ იყო პრობლემა რომ საღამოს 9 საათზე იყო თამაში და პლუს ამას ჩვენ საათნახევარი გზაში დავჭირდა კი მაგის ბრალია ალბათ იმიტომ რომ ღამით დაღლილები ვართ ბევრი რაღაცა ვაკეთეთ დილას გავეღვიძეთ უკვე გადაღლილები ხო ისედაც რაღაცა ეს ღამის 9 საათზე ბავშვებში ფეხბურთის დანიშნა მეგობრებო ვინც ამას აორგანიზებს თან მაგრა ყველა გაიყინა იცი რა მაგარი სიცივე იყო ხო და ბავშვები უკვე გადაღლილები რაღაცა თან ჩვენ ახლა შორიდან მოვდივართ სამგორიდან წარმოვიდგინე საათნახევარი გზაში დასტრესილები და მოკლედ 6-ით 1 მოგვიგეს და მოდი სამართლიანობა ჩვენ ხო სიმართლის მოყვარული ხალხი ვართ რა გვიქნეს რა გვიქნეს გულით და სულით მოგვიგეს რა გვაჯობეს ყველა კომპონენტში ხო ასეა გადაგვახიეს ბურთი თავზე კაი ხა ეგ არა მართლა ბიჭო არა მე კი არ ვაკანინებ FC-სანი მაგარი გუნდია კაცო მაგრამ ნუ ახლა ისეთ გრანდებს წავგიათ ჩვენი ნუ მაგრამ ბურთი გადაგვაფხრიწეს თავზე კი რეალურად მასე იყო მე მგონი შეგვიცოდეს თორე უფრო მეტი გოლი შეგდება შეეძლოთ არა კი ყველა კომპონენტში აი სამწვრთნელო ჯგუფი მე ხო ჩემ გვერდზე იდექით ახლა თქვენ ბიჭებო და მე გისმენდით თქვენ და მე უყურებდი ვისმენდი და გიყურებდით თქვენი ბავშვები როგორ იქცეოდნენ თავშეკავებულად ზრდილობიანად არანაირი ზედმეტი შეძახილები და ბურამე გაიგე ზედმეტი მიუხედავად იმისა რომ გვიგებდნენ არანაირი შემთხვევაში არა ანალოგიურად ჩვენი ბიჭებიც ასეთები ვართ ძალიან გამეხარდა რომ ესეთი ის მოხდა შერწყმა და ესეთი ორი ზრდილობიანი კულტურული სპორტსმენი გუნდის შეხვედრა მართლაზე იმი იყო ის თამაში და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეთ და ტრენერებს გაგიმარჯვოთ ღმერთმა ბრავო მაგარი ხალხი ხართ მე მესმოდა თქვენი რეპლიკებიც ბავშვების გამხნევების თქვენი მანერაც რომელიც ძალიან მომეწონა ძალიან მაგათ მომეწონა და მშობელთა კომიტეტი იქიდან ძალიან მაგარი აქტიურები სამწუხაროდ ჩვენ თამაშებზე გამოდმებით 2-3 ადამიანი დაუყვებით მშობლების სახით და FC-სანი მაინც და მაინც მშობლებისგან შეძახილებით განებიურებულები არ ვართ მშობლების დასწრებას თამაშებზე როგორი გავლენა აქვს როგორ ფიქრობ დიდი გავლენა აქვს მაგას ვიტყვი იცი რატო ამიტომ რომ შენ როცა არ მოდიხარ თამაშზე ძალიან მოწყენილი ვარ იმიტომ რომ აი ვერავინ ვერ მამხნევებს მარტო დგავარ აი რადგან შენ არ ახარ მოწყენილი ვარ ეგ შენ ახლა კონკრეტულად ჩემზე ამბობ ხო კი კონკრეტულად შენზე ვამბობ რავი ბევრი ბავშვიც არის ესე როცა მშობლები არ მოდიან მათ თამაშზე მშობლის დასწრება თამაშის სტიმულია კი ძალიან დიდი სტიმულია სასახად ასეა ხა კი აი შენ რომ მოდიხარ ჩემ თამაშებზე ეგრევე გამხნევებული ვარ ხო გახსოვს მაშინ ბოლო თამაში რო არ წამოხვედი მოწყენილი ვიჯექი და ესე არაფერს არ ვაკეთებდი ახლა არც კარში არ იდექი მაშინ არა კარში ვიდექი მე ვიცი რომ კარგად ეხლაც კარგად იყავ იდექი შენ კარში არ ჩაოლებრივი პოზიციონირება კონცენტრაცია ქონდა თუმცა იყო რაღაც ერთი ორი გარემოება რის გამოც შეიძლება ითქვას რომ გოლი შენ დაგბრალდეს მოკლედ თლიანობაში კარგი გემრიელი საღამო იყო კარგი თამაში შემოგთავაზეს ბავშვებმა და ჩემი ახტაცება და დიდი დამსახურებული აპლოდისმენტები ერთკაც ერთ ცალი ხელით როგორ დაუკრე ერთ ხელით მიკროფონი მიჭირავს მაგრამ გეკუთვნეთ ბიჭებო კარგი გუნდი ხართ მიაწექით თქვენაერ მოწესრიგებულ კარგ გუნდებს იშვიათად შეხვდება მოდი ესე დაუკრეთ ესე აი ტაში ხო ნელა ეს ტაში მეგობრებო დამსახურებული 6-ით 1 გადაგვახიეთ ბურთი თავზე. კაი, ისინი ბავშვებო, კი არ გეწყინოთ. რა მოხდა? არ გეწყინოთ, უბრალოდ ხუმრობთ. ხუმრობთ, ხო, მე პირადად ამაზეც ხო ვამბობ, ხა აი ამ გაბურძგნულ არსებაზეც ხო ვამბობ. მე ყველაზე მეტად გადამახიეს. ამას ყველაზე მეტად გადაახიეს, ხო, აბა. კარგი, მეგობრებო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეს მამაშვილური პოდკასტი ძალიან საინტერესო ხდება ნელ-ნელა ადამიანებისთვის და ძალიან მეხარია. შენც გწერენ ხოლმე, რატო აღარ იღებთ და მალმალე დადეთ და ეგეთ რაღაცებს? ხო, გარეთ რო ჩავდივარ ბავშვი მე რატო აღარ იღებთ ვიდეოებს და ეგეთ. პოდკასტს ხო ხშირად გწერენ?
არა, პოდკასტში. უფრო დებილობა ვიდეოებზე ხო ალბათ. ხო, დებილობა ვიდეო, რამდენი ხანია აღარ გადავიღე. იმიტომ რომ აღარ გადაგვიგე ზარმაცები ვართ. ზოგადად ჩვენ YouTube არხი ცოტა მეჩანჩალობს და იცი რა? რაღაცნაირად სტიმული მოდი დავასპოილეროთ. რა. ხო. კი, ეხლა ერთკვირიან არ დადეგებს, სკოლის არ დადეგებს ვიყენებთ და რაღაც კარგები მოხდება და კი. ჩვენ YouTube-იც გამოფხიზლდება და გამოცოცხლდება. მოდი დავასპოილერებ. რაღაც სიტყვებს ვიტყვი. დაუშვი. ქათამი სხვანაირი გარემო კაკანი. რა კაკანი? ქათმის კაკანი. ხო, ისე, ხო. ღორის, ღორუტუნი, ბევრი ძაღლი. მამაკაცის კრუსული. ვაუ. რა, ვენახებში რომ მუშაობ. ჩემ დედაშვილი როა გურამა. ბახში როა და ეს ათოხანი საბარი როა, უნდა ნახო რამდენს კრუსუნებს. რა? ეხა უთხარი. სად მიდივართ? არაფერი არ მithქვია. თქვი? კი, თქვი. მე გამოაჩინე. კაი, მარანაში მივდივარ. კაი, ხო, სოფელში მივდივარ და იქ გადავიღებ დებილობებსაც და რა ქვია მეორეს? ყოველ დღე? ხო, ყოველ დღესაც გადავიღეთ მეგობრებო. Stay tuned. ბაყაყო მაგნიტო ბაყაყო. ხო, რაღაცა ეგეთი ხო ქონდა. მოგედა ამათ ბაყაყის მაგნიტობა. ამათენთან რო არ ამათ ჭკუაზე ვეშვები რა, გაბრიელ? რა გაცინებს ყველაზე მეტად? ანეკდოტი თუ აი, რაზე უფრო მეტად გეცინება საზმაკაცოში რო ხარ? აი, ანეკდოტი რომ მოყოს რაღაცამ საინტერესო თუ აი რაღაცა იმ მომენტში სისულელე რომ მოხდეს. ანეკდოტებზე გეცინება. სისულელე რომ მოხდეს, ანეკდოტები საერთოდ მეცინება. ანუ ინფორმატის სისულელე. აი, მაგალითად, მოხუცი და ბავშვი რო ხო, და ის გადმოუვარდა პირ. რა ბავშვი? ანუ ნახე რა თაობა ხართ მართლა? მე ბავშვი რომ მიერბოდეს რა და ფეხი რო წამოვიდეს რაღაც ქვაზე და რო წაიქცეს მაგაზე გამიცინება. გამარა რაღაცა ძალიან ცუდი იტყვი. Are you serious? ხო, მაგრამ იცი რას ვიზამ ჯერ პირველი? Yes. ავალ ბავშვთან მივად დავეხმარები და მე გავიცინებ რო წავა. ანუ რო დაეცემა იმ მომენტში არ იცინებ? არა, ეგრე ძალიან არა. მაგარი დეგენერატი ხარ გავლოჩი. რაღა ბავშვს ეცი და ბავშვის მუხლების გარდა. აი ხო, მაშინ ბებია როცა დაეცემა და პირიდან გადმოვდება. აუ, შენ არ თქვი მაშინ ის რაღაცა. ხო, მაგრამ ბაი დაცემაზე რატომ უნდა იცინო ადამიანის? აი, დაცემაზე არა, ჰა. არა ხარ ეგ როჟა შენ ხარ ცისულელეს ამბობ. პროსტა აი რაღაცას ამბობ რა. კაი, ბოდიში. აი ხა მე რო შენ ანეკდოტი მოგიყვა გაგეცინება ანეკდოტზე. აბა მიდი მოყევი. კარგი. მოკლედ რა. ანეკდოტი არა, მოდი გამოცანას გეტყვით და დაგიტოვებთ. არი გამოცანა. დინარის პირა სიჯდა 5 ბაყაყი. აქედან 2 გადახტა. 1 ამოხტა. მოგვიანებით კიდე 2 გადახტა. კიდე 1 ამოხტა. კიდე უფრო მოგვიანებით 1 გადახტა. ცოტა უფრო მოგვიანებით 2 ამოხტა. 1-მა კიდე გადაწყვიტა გადახტომა. გადაწყვიტა და არა გადახტა იმენა. ბიჭო, მაცადე გამოცანას უტოვებდი ბავშვებს, რა პონტია თო? მოვიტანო ხომ მაკარატელი? ამომჭერი. არა მოვჭერი, აზრი აღარ აქვს. ამომჭერი ბიჭო. არა მოვჭერი, დავტო. ნუ გამოცანას გიტოვებდით, მაგრამ სადააცა და ვიზდა. მე რა გამოცანაო შენ. ზოგადად მეგობრებო, მე ვატყობ რომ მოსმენასთან ამ თაობის ამ აი გაბრიელის თაობის ბავშვებს პრობლემა გაქვთ, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ მანამამის მანამამაზე საუბარს დავიწყებდი. თქვი რომ გამოცანას დაგიტოვებ და წავალთ მეთქი და ამან ვიზდააცა და ეხლა ამას რომ მოესმინა ჩემთვის. გამოცანა დარჩებოდა, მაგრამ აბა მაცალა, არ მაცალა. კაი, აბა სხვა გამოცანაც. სხვა არა მაქვს მეტი რესურსი. სხვა რა გითხრათ არ ვიცი. ყველაზე კარგ დროს ვისთან ატარებ? ოჯახში. ჩემ გარდა. რავი, სხვას არავის არ ცალია. კაი, მე ხა ერთი სერიოზული კითხვა მაქვს შენთან. აბა მინდა. ასკუმბარებს? რას ნიშნავს ეგ? არც მე არ ვიცი. მოკლედ დღევანდელი ჩვენი აბდაუბდა ლაპარაკი დასასრულისკენ წავიდა მეგობრებო. კიდე კითხვა და ისე ძალიან სერიოზულია. მედი. სერიოზულად. აი სიკარი?
გუშინ მე მგონი ხო ოჰო შენ როგორ ფიქრობ კი რა გუშინაც ეს მოხდა ძალიან გემრიელი იყო თან კი Yes. შევხვდებით ერთმანეთს ამ ცხოვრებაში აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება Yes of course ჯიგერ მოგლეთ იცით რა ვქნათ ჩვენ თემას რა მოგვიწურავს ჩვენ გადავუთხოვნე როდესაც ვამბობთ რომ არ ვიცით რაზე გვინდა ვისაუბროთ მაგრამ კარგი იქნება თუ დაგვიწერთ ხოლმე რაზე თემაზე ვისაუბროთ ვისაუბროთ დიახ კარგია რაგან ვიხილოთ თქვენთან ერთად ეხლა ჩვენ შევტრიალდებით და გორის დილა საჩხერის ჩიხურას ჩავთავთ PlayStation 4-ში კი იგუნდი არის FC24-ს ორივე გუნდი არის მე დავამატებინე პირადად მე ვიმუშაობ მოდები ჩართე და ვითამაშებთ მე ვიქნები საჩხერის ჩიხურა ეს იქნება გორის დილა ეს გორის დილა მიყვარს მაგრად დაუშვებთ და უყურეთ კი გაუში მაესტრო ჩართე მეორე ჯოისტიკი სად არის მეორე ჯოისტიკი ისე ჩემ ბავშვობაში ამას ჯოისტიკი ერქვა და თქვენში ახლა ამას კონსოლი ქვია ხო არა თუ ჯოისტიკი კონსოლი თვითონ ეს არის კონსოლი კონტროლერია ხო კონტროლერი ჩემ ბავშვობაში ეს იყო კომპიუტერი ხო სუბორი დენდი ესეთები და ამას ერქვა ჯოისტიკი და ახლა თქვენთვის ეს არის კონსოლი და ეს არის კონტროლერი ხო რა მე და გამაინდუსტრიალიზაციონირების ნაირებისათვისაც კი ჰიდროელექტროსადგური აბა რა კარგი წავედით და ბაინსულები ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა ბექა დეშუბა 83 მადლობა